გამარჯობა, დაუბრუნდით მეორე ეპიზოდით, შთამაგონებელი პოდკასტი, მე და სანდრო კვიციანი. შეგახსენებთ დასაწყისში, რომ შთამაგონებელ პოდკასტს წარმოგიდგენთ მაღაზია ინგრეივერი და მანუსკრიპტი, ბლოკნოტების ბრენდი, პირველი პრემიუმ ხარისხის ბლოკნოტების ბრენდი საქართველოში და ჩვენ ვიმყოფებით კაფე სამკაულში, რომელიც გვას პინძლობს და დიდი მადლობა მას ამისთვის. და დღეს პირველივე ეპიზოდი გვაქვს ძალიან საინტერესო და სანამ ყველა მეჭუბება მანამდე გეტყვით, რომ ესე იგი მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ვისაც გაინტერესებთ კალმები, ბლოკნოტები, საწერი ინსტრუმენტები და ასე შემდეგ. ან ვისაც არ გაინტერესებთ, მაგრამ შემთხვევით შეგხვდათ ეს ვიდეო და არ იქა ეხა და გაინტერესათ, შეგიძლიათ გამოიწეროთ, რომ არ გამოგრჩეთ ხოლმე. იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებთ ტრადიციულად კალმებზე, ფურცლებზე, ბლოკნოტებზე, საწერ ინსტრუმენტებზე და ხელით წერის ხელოვნებაზე ზოგადად. ეს რაც შეეხებოდა შესავალს და დღევანდელი ეპიზოდი გვაქვს ძალიან ლეგენდარულ კალამზე, ესე გადავწყვეტეთ მე და სანდრომ, რომ დღეს გვესაუბრა პარკერზე. პარკერზე. აგერ არის წარმოდგენილი პარკერის თეორიის მოდელი. ხო, სხვადასხვა თაობის მოდელები და მე მგონი პარკერი ისეთი ბრენდია, რომელიც სურო კალამთან მოდებაში არ არის ხოლმე ადამიანი, ყველას გაუგია, მინიმუმ. კი. ითუმეტე საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხო, ერთ-ერთი ვინც პირველმა შემოაღწია იყო პარკერი. ხო. კომუნიზმის დროს. შემდეგ დაგვემატა რაღაც ბრენდები, მაგრამ პარკერი ხო და სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ესე კონკრეტულად პირველ ეპიზოდს წერთ, ჩვენ ხო გადავწყვეტთ, რომ რაღაც ბრენდებს მივუძღოთ ხოლმე თითო ეპიზოდი და პირველი პარკერი არის. და რატომ ხო რომ მოვყვეთ თავიდან არის 1888 წელი, როდესაც ჯორჯ პარკერმა შეერთებულ შტატებში აიღო პირველი პატენტი, ხო, თორე იქამდე შეიძლება აწარმოებდნენ. ხო, როგორც ბევრი კალმების ბევრი ბრენდი ესეც დაიწყო კაცის გამწარებით, იმიტომ რომ ეს პერიოდია, როცა ეს კალმები ჟონავს და პარკერის ერთ-ერთი პირველი ესე იგი რეკლამა იყო, რომ ჩვენ შევქმნით კალამი, რომელიც არ ჟონავს. თუმცა თლამართალი არ იყო ეგ ამბავი. თლაბოლომდე მართალი არ იყო. მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი ესე მახასიათებელი, რაც აქცენტს აკეთებდა პარკერი იყო, რომ ჩვენი კალმები არ ჟონავს. რაღაც პერიოდი დაჭირდათ იქამ, ზოგადად ყველა ბრენდს დაჭირდა, ყველა მაშინათა წარმოებელს, რომ ის სულყო იქამდე რომ არ გაეჟონა. თუმცა პარკერმა უოთერმანთან ერთად ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა, სწორედ ამ ისიც ხო სიმბოლურია, რომ არ ვიცი, წინა ეპიზოდში ვახსენეთ, მაგრამ ეხლა ვთქვათ, რომ ნატოს ხელშეკრულებაც კი პარკერით არის დადებული და არა მარტო, ხო? მეორე მსოფლიო ომი, ესე იგი, რომ დამთავრდა, ამ ხელშეკრულებასაც მოეწერა პარკერით ხელი და ცოლის დუფოლდით მოაწერა ხელი ამერიკელმა გენერალმა იაპონიასთან ომის დამთავრებას. ესე უწერიათ საიტზე პირდაპირ, რომ თავის ცოლს გამოართვა დუფოლდი, რომ ამით მოეწერა. ხო და თან მან მნიშვნელოვანი რა არის, ხო? ხალხს გონია, უმეტესობას, რომ იმის გამო რომ პარკერი იყო, ამის გამო აწერდნენ ხელს და რეალურად არაფერ შუაში არ იყო. კი, რა თქმა უნდა, იმის გამო რომ პარკერი იყო, მაგრამ იმიტომ რომ არ ჟონავდა. ანუ ყველაზე უსაფრთხო კალამი იყო ისეთი დოკუმენტის ხელმოსაწერად, რომ ეხა როგორია აწერო ნატოს დაარსების ხელშეკრულებას და უცებ გაჟონა და გაასხა მელანმა, ხო, ფურცელზე დაზიანდა მთლიანი კონტრაქტი, ხო? რაც არაერთხელ გვინახავს. კი. და სხვათა შორის ეს ძალიან გამამწარებელი ფაქტორი იყო, რამაც ბიძგი მისცა ძალიან ბევრი ექსპერიმენტს, იმიტომ რომ აი ხო უოთერმენს ვახსენეთ, ის კაცი იყო საერთოდ დაზღვევის აგენტი. და ისე გამწარდა, რომ კალმის წარმოება დაიწყო, რამდენი ხელშეკრულება გაუფუჭდა ეხა ადამიანს, რომ ეგრე გაგიჟდა, რომ წავიდნენ, რომ მოიცა ერთ სამი ეგეთი კალამი უნდა გავაკეთო. ხო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, როცა კაპიტულაციის დოკუმენტზე აწერ ხელს, თუმცა ეგეთი სიმწარები მე გამომიცდია. ოღონდ მაგას მე სხვა დროს მოვყვები, რატო? იპოთეკის ხელშეკრულებას მომიწია სამჯერ ხელმოწერა. თორე ჩვენ ქვეყანაში ლურჯი მაინც და მაინც ლურჯი უნდა იყოს მელანი რო აწერ ხელს და მე მქონდა რაც მოწითალო ფერი, რომელიც მიყვარს ძალიან. აუგუსტა რომ თავიდან ბოლომდე მოვაწერ ხო ყველა გვერდზე აწერ ხელშეკრულებას თან. და არ დამთავრდა ნახევარი საათი ვაწერდი ხელს და ეს ბიჭი წავიდა და მე გამოვიდა და თავიდან ბოდიშომა და თავიდან უნდა მოვაწერო. მე ვუთხარი ნო, ერთი წამი და გავაძრე ლურჯი. მე მოვაწერე მთლიანად ლურჯით. ხო და მოკლედ ეს ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ამბავი ყოველთვის იყო მტკივნეული. კრიტიკული იყო, ხო, იმ დროისთვის.
და რეალურად ეხა აქთან სიმბოლურია, რომ თითქოს ყველა თაობის პარკერის მოდელი გვაქვს, რაც მე და ტორესამ შევკარით და მოვიტანეთ საჩვენებლად და მნიშვნელოვანი რამ არის კიდევ, რომ რეალურად დაარსდა შეერთებულ შტატებში, თუმცა შუა მე-19 საუკუნეში შუაში სადღაც, აი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთდროულად იწარმოებოდა პარკერი ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში და საფრანგეთში. და რატომ? იმიტომ რომ 3 მილიონი ნახევარი კალამი გაყიდეს ერთ წელიწადში და ანუ ყველგან რომ მიეწოდებინათ წარმოება გაშალეს სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა ეს მაინც და მაინც დადებითად არ აისახა, იმიტომ რომ როგორც წესი ამ წარმოებას ესე რომ აფართოვებ თან მოკლე დროში ძირითადად პრობლემებს ქმნის ხოლმე. კი, დადებითად კი არა, მე საერთოდ ვიტყოდი, რომ უარყოფითად გამოვიდა მათ შემთხვევაში, მაგრამ რეალურად სწორედ ეგ იყო, რომ ავსტრალიაში მიწოდება ძალიან რთული იყო, მაშინ არ იყო საჰაერო მიწოდებები, იყო ეს გემით, როდის ჩადიოდა, რა ჩადიოდა. ამის გამო პარკერი ყველგან უნდათ, ყველას უნდოდა და შესაბამისად გაშალეს წარმოება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხობრივად, რა თქმა უნდა, კარგად იწარმოებოდა, უბრალოდ განშტოებები წავიდა. აი მაგალითად 75 ნომერი, რომელიც ახლა აქ გვიდევს, ხო, ეს მოდელი. და ესეც მათ შორის იგივე მოდელია, უბრალოდ ეს ლაქში არის, ჩინურ ლაქში და ეს მოოქროვილი. ორივე მათგანს, ნუ აქ რო უთხრათ ჩვენ მაყურებელსაც აქვს ოქროს წვერი. ეს მაგალითად ორივე მათგანი არის დამზადებული საფრანგეთში და საფრანგეთის გარეთ არ გასულა. ანუ პირდაპირ პარკერი 75 ნომერი თუ გაქვს, პირდაპირ არის საფრანგეთში ფრანგული ნაწარმი გაქვს, ესე რომ ვთქვათ რა. ხოლო აი თუ წავალთ სიტყვაზე და სხვა შორის იგივე არის სონეტიც, ხო? სონეტიც ფრანგული არის, ეს კონკრეტულიც. კი, ძალიან კარგი, თან ეს კონკრეტული ვერცხლშია და 18 კარატი ოქროს წვერით არის და ყოველდღიურად ხელში ძალიან კარგ ბალანსს გაძლევს. იდეალური ყოველდღიურ კალმად, ანუ მე შემოვნებით გამოვიყენებ. თან ვერცხლი არის ძალიან კარგი მასალა, რომელიც მე მიყვარს. კალში თუ კარგად დააბალანსა წარმოებელმა, ეს შემთხვევა, როცა წონა იდეალურად არის დაბალანსებული და იდეალურად და გამძლეობაც მაღალი აქვს, იმიტომ რომ პოლირებას ექვემდებარება მარტივად და ნებისმიერ ოქრომჭედელს, კარგ ოქრომჭედელს შეუძლია რომ გაგიახოს. თან კიდე პლუს ამას შემოდის, რომ პატინას იღებს დროთა განმავლობაში და ეს ცალკე სიძვირფასია, იმიტომ რომ გამოდის, რომ შენი კალამი შენ გამოცდილებასთან ერთად და შენ ისტორიასთან ერთად ინდივიდუალიზმს იძენს. პატინას რაც იღებს ყოველთვის უფრო კი, მე მქონდა სხვათა შორის აქ საქართველოს შემთხვევა, რომ ეხლა გამახსენდა პატინასთან დაკავშირებით, ზუსტად პარკერის ორი კალამი, ოღონდ 75 მხოლოდ ვერცხლში რომ აქვს გამოშვებული, მოიტანეს ჩემთან რომ გამიახლებინა და მე უთხარი რომ მეთქი არა, ხალხი ელოდება რომ პატინა მიიღოს და მეთქი არა, თქო, ნუ ბოლოს ვიპაექრეთ და ბოლოს ნუ მე მეთქი არ გავაახლებ რა და ხო, იმიტომ რომ არ შეიძლება რა, ხო, მართლა არ შეიძლება ეხლა წარმოიდგინე რამდენი ზოგი ელოდება 10 წლეულობით რომ პატინა მიიღოს. კი, რა თქმა უნდა. ეხლა ეს აი ელემენტარულად ყავია, ხო? და ეს არის უკვე 3 წლის თუ 2 წლის და ამერია გზაკვალი რამდენი ხნის, მაგრამ ეს ფერი და ფაქტურა რომ მიიღო, ხა ეს რომ გამიახლო, ეს არის ჩემია. ინდივიდუალიზმს იღებს რა. და შემდეგ გვაქვს აქ რეალურად 3 კალამი, რომელიც იწარმოებოდა დიდ ბრიტანეთში. ეს არის სადაც 1945 წლით თარიღდება და ამას საერთოდ აქაწერია რომ Made in England-ია. ეს არის ასევე 50-იანი წლების duofold-ი, რომელიც სხვათა შორის იყო push მექანიზმზე, წერან უხსნიდი ლაპარაკობდით უბრალოდ თორესაც ჩემი ახსნა რა შეჭირდება. ნუ აი ესეთი მექანიზმი იყო რა, წვერით ავსდებოდა მელანში და აქედან უაჭერდით და პრესავს შიგნით არის ეს რეზინის აუზი და იქიდან იწოვდა მელანს. ეს მაშინ ძალიან კარგი კალამი იყო. ზუსტად ამ ტიპის კალმით არის მოწერილი იმ ხელშეკრულებებზე, იმიტომ რომ იმ პერიოდის კალამი არის. და ეს არის ეს კონკრეტული, ხო, არის წითელ მარბელ რეზინი ქვია, ხო? კი ბატონო. ფისი. მე და ტორესას ყველაზე ისეთი გამორჩეული კალამი აქ, რაც გულაგია, რატომ, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ duofold-ის ამ ფორმამ პარკერი დააბრუნა ისევ მაღალ საფეხურზე და რატომ? იმიტომ რომ 90-იან წლებში გამოიცა ეს მოდელი, იმ დროს ძალიან პოპულარული იყო უკვე მეშტერ შტუკის კოლექცია, გვერდზე 156 ნომერი, აურორას 88, სხვადასხვა
ბრენდებს უკვე ჰქონდათ ყოველდღიური, ასე ვთქვათ, კალამი და პარკერი ამაში ძალიან ჭიდაობდა ხო და ნუ ამ კოლექციით დაბრუნდა. უბრალოდ მე რასაც ვერ ვპატიობ როგორც კალამის მოყვარული, არის ის რომ რატომ არ აწარმოეს ეს მოდელი piston filler-ი, ანუ დგუშის სისტემა და რატომ აწარმოეს მხოლოდ და მხოლოდ cartridge converter-ი. აი ჩემამდე არ დადის და ეს მარტო ჩემი მოთხოვნაც არ არის რა ვიცი. ნუ არა ხა მოდი მაყურებელს რომ აუხსნათ ორი წამი, ანუ piston filler-ი არის მექანიზმი, როდესაც დგუში არის მოთავსებული კალამის ტარში შიგნით და არ იხსნება კალამი იმისთვის რომ შეავსო, უბრალოდ აქედან დაატრიალებ, ჩაყობ მელანს და მეტი მელანი ამოგაქვს და ზოგადად კალამის მოყვარულებში piston filler-ები ან დგუშიანი მექანიზმები ითვლება უფრო ძვირფასად, ანუ უფრო პროფესიონალურად ასე ვთქვათ რა და ხა Dufold-ის წამყვანი მოდელი პრაქტიკულად Dufold-ის პარკერის წამყვანი მოდელი ხო Dufold-ი ანუ ბუნებრივად თვლი რომ უნდა იყოს piston filler-ი. ანუ ლოგიკა გეუბნება რომ უნდა იყოს piston filler-ი და რომ არ არის ამან კალმის მოყვარულებში ერთგვარად ცოტა ის გამოიწვია რა რომ მაგალითად არჩევანს რო აკეთებ 88 იყიდო თუ Dufold-ი თუ ძალიან პარკერის ფანი არ ხარ შეიძლება უკვე იქით წახვიდე. მე მაგალითად ძალიან ცნობილი ვარ მაგით რომ მიყვარს piston filler-ები და ანუ ჩაშენებული მექანიზმები მიყვარს რა მეტად და შესაბამისად ხო აი არჩევანს რო ვაკეთებ უკვე აუცილებლად piston filler-იანი კალამი წამიღებს თავისკენ და ეს იყო მაგრამ Dufold-ზე ისიც უნდა ვთქვათ რომ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული მოდელია ალბათ არა მარტო პარკერის ისტორიაში ეს არის 21 წელს დაიწყეს წარმოება და მრავალი თაობა გამოიარა და მრავალი მოდიფიკაცია ჰქონდა. სხვათა შორის ესეც უნდა ვთქვათ, რომ პარკერი იყო ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც ესეთი რეკლამა შეთავაზა თავის მომხმარებლებს თვითმფრინავიდან გადმოყარა პირველი პლასტიკიანი, ანუ პირველი მოდელი, რომელიც დაამზადეს პლასტიკით, რეკლამა ჰქონდა ესეთი, რომ არ ტყდება. და ამის საილუსტრაციოდ თვითმფრინავიდან გადმოყარეს ეს კალმები, რომ დაემტკიცებინათ, რომ ის მართლა არ ტყდება. ესეთი რეკლამა ჰქონდათ და ნუ 40-იანი წლებიდან უკვე ელისაბედ მეორე მოიხმარდა და პარკერს ჰქონდა და დღემდე აქვს Royal Warranty, რაც ნიშნავს იმას, რომ სამეფო ოჯახის მუშაკალამი არის პარკერი, ანუ იყენებს სამეფო ოჯახი ამ კალმებს. თუმცა ეს პირველ ეპიზოდშიც ვახსენეთ ეს ისტორია თუ სწორად მახსოვს პრინც რომ ხო პრინც არა უკვე მეფე ჩარლზ ერთ-ერთი პირველი პრინც ხო არა უკვე მეფე იყო და ერთ-ერთი პირველი საჯარო ხელმოწერა იყო რომელსაც აკეთებდა და მაინც და მაინც მაშინ გაუსხა პარკერმა და ეს დიდი სკანდალი იყო კალმების მოყვარულებში და ბევრი განხილვაც დაიწერა ამაზე. ნუ ეს პირველ იმაში ვახსენეთ. მაგრამ ნუ მოკლედ პარკერი რჩება კალმის მოყვარულების ერთ-ერთ ისეთ მნიშვნელოვან ბრენდად აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვინც ვერ ერკვევა ხოლმე კალმებში, ხშირად ფიქრობენ, რომ პარკერი არის ყველაზე ძვირადღირებული კალამი. რაც სიმართლეს არ შეესაბამება, პარკერი არ არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კალამი. არა, ერთადერთი არ არის. არა, ერთადერთი არ არის, მაგრამ არც ყველაზე ძვირადღირებული. არც არა, რა თქმა უნდა, არა. მით უმეტეს დღეს. ხო, ანუ არსებობს კალმები, რომლებიც რა თქმა უნდა არსებობს პარკერის მოდელები კონკრეტული, რომელსაც კოლექციონერები საკმაოდ ძვირად ყიდულობენ და ყოფილა ფასი რამდენიმე ასეული ათასიც გარკვეულ კონკრეტულ ძალიან ლიმიტირებულ მოდელზე, მაგრამ ეს არ არის, რა ქვია, საყოველთაო რა, ასე ვთქვათ. თუმცა ოცეულში არ აქვს არც ერთი მოდელი, ეგეც უნდა ვთქვათ. ეგეც უნდა იყოს. მეორდები ან მომბლანები, მონტეგრაფები იკავებენ პოზიციას, მაგრამ ერთი პარკერიც არ არის, ხო? ნუ კი, ანუ ხო, მოკლედ ეს სტერეოტიპი არის, რომ პარკერი არის რაღაცა მიუწვდომელი და მიუწვდომელი ბრენდი არ არის, ძალიან კარგი მუშაკალამია, შეგიძლიათ იყიდოთ და ისი ამოვნოთ, ბრენდს აქვს უზარმაზარი ღირებულება, იმიტომ რომ კალმების ინდუსტრიაში, როგორც უკვე ვახსენეთ, ძალიან ბევრი მექანიზმებში ძალიან ბევრი ღვაწლი მიუძღვის ასე ვთქვათ. კი, ძალიან, თავის დროზე ძალიან დიდი. და ნუ ეს ის არის კიდე ეს 39 წელს გაუკეთეს პირველად. კი, 20. ხო? 26 წუთში გადაწყდა, 39-ში ჩაანაცვლეს. კი, და ეს პირველ სწორედ Dufold-ში ჩაანაცვლეს და მერე მიყვადა ყველგან. კი, და ეს იქცა რაღაც ავიზიტო ბარათად პარკერის, იმიტომ რომ ამ სამაგს დაინახავ თუ არა, ეგრევე იცი რომ პარკერია და ისე ცოტა კლიპი გვახსენდება ეგეთი, მაგრამ აი ვისკონტიც მაგონდება, რომ ეგრევე დამახასიათებელი კლიპი აქვს. შეხედა ვიცი რომ ვისკონტი. შეხედა ვიცი.
ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია სხვათა. პელიკანიც უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ პირდაპირ ბრენდის, ანუ თვითონ პელიკანის ნისკარტი აქვს ფორმად გამოყენებული და ამიტომ რომ უყურებ იცი რა, სულ არ იცოდე რა მოდელია, შეხედავ იცი რა ზიარება. ხო და ჩვენ დღევანდელ ეპიზოდში ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს და სტუმართან ერთად რო გავაგრძელოთ, მოკლედ ჩვენ დღევანდელ ეპიზოდში გადავწყვეტეთ, რომ მოგვიყვანა სტუმრად დუტა, ჩვენი მასპინძელი სტუმარი, რომელიც ახლა შემოვიდა Poets Society არის, ბარი აგერ გვერდზე და იქიდან შემოგვიერთდება, იმიტომ რომ დუტას აქვს საყვარელი კალამი, სწორედ პარკერი და გარდა ამისა დუტა ცნობილია იმით, რომ ძალიან უყვარს ხელით წერა და აქვს ძალიან ლამაზი კალიგრაფია მათ შორის და მოგესალმებით. მადლობა რომ ეს პაყურებლისთვის ხელის ჩამორთმევა იყო, იმიტომ რომ ვითომ ხაში. ვითომ არ ვიცოდი. ხო, არა, საიდან შემოვიდოდი ახლა. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ბედნიერი ვარ რომ ვიღებ ამ პოდკასტში მონაწილეობას. ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება პოდკასტში სტუმრობის და ჩემი პირველი გამოცდილება ასევე რომ პოდკასტ მასპინძელზე. თან მასპინძელი, სტუმარ მასპინძელი. სტუმარ მასპინძელი ვარ ერთდროულად ახლა და თან პარკერზე მიდის ლაპარაკი. ესეთი მოდელი სხვათა შორის მეც მქონდა ერთ დროს მახსოვს. მაგრამ რაც ტორესა გამოჩნდა აქტიური ფაზით როგორც მწერალი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მანამდე როგორც მწერალი არ იყო. ხო, მე როგორც იურისტმა გაგიცანი. ხო. არა, მე საერთოდ არა, ხო, როგორ გაგიცანი. გაგიცანი სხვა თემა. ხო, იყო ვიჯდა თავის მიასეინებდა დედამის, მაშინ გავიცანი. ხო. მაგრამ მე რო ვცდილობ ხოლმე თუ რამე კალამი ჩამივარდება ხელში, რომ ტორესას კოლექციაში არ ჩემთან მოდის. არის ეგ ამისი მცდელობები. მაგრამ თუმცა მე მაქვს ჩემი საყვარელი კალამი, რომელთაც მიყვარს ხელით წერა, განსაკუთრებულ რამეებს წერ ხოლმე იმითი, ესე გამორჩეულად. ჯერ ესეთი როლზე მუშაობა მიყვარს კალმით და ფურცლით და ჩვენი ტრადიცია არის თეატრალური ძველი ინსტიტუტელების, რომ რვეულში ვწერთ აუცილებლად. ოღონდ ამ რვეულს შუაზე ვჭდით ასე. და ნახევარ როელს ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს ადვილია რომ სცენაზე ჯიბეში ჩაიგდო, რაღაცა ჩახედა და გჭირდეს ამბავი. ეს პრაქტიკული ტიპია რა და ამიტომ, მაგრამ აუცილებლად როლს წერთ ხოლმე ჩვენით, იმიტომ რომ ასე დაბეჭდილი და იქ ჩაასწორი არა. იქ სასვენი ნიშნებია, იქ რაღაცა ვთქვი, სასვენი ნიშნები, ჩვენებური, ანუ გრამატიკულად არასწორია ჩვენი ნაწერი რომ ნახო, ჩემი რომ ნახო, საერთოდ ვერ მივხვდები რას ლაპარაკობ. რანაირად ლაპარაკობს ეს. იმიტომ რომ მრავალწერტილი ისეთ ადგილზე ზის და მე შეიძლება ძახილის ნიშანი იყოს არაფერ შუაში, იქ უცბად ნიშანი დავსვა რაღაც, კითხვის ნიშნები ბევრი და ძალიან ბევრი სასვენ ნიშნები იხმარება ხოლმე და ერთი წინადადება შეიძლება ჩავშალო ერთი 8. ამისათვის ეს არის იდეალური საშუალება, რომ ესეთი განწყობას გაძლევს, იმიტომ რომ შემოქმედებითია ჩემთვის გაცილებით უფრო აბსოლუტურად ხადამოკიდებულებები ჩდება, როდესაც მელანთანაგა კავშირი. თან მე ის თაობა ვარ, რომელსაც დაწყებითი კლასები აუცილებლად მელნით წერით გავიარე და წერა ვისწავლე მელნით. ანუ სხვანაირი კალამი ჩვენ დროს არ იყო რა. და აქ გქონდა ესეთი პატარა სეტკები იყო. და ამ სეტკაში ეგდო ჩვენი სამელნე და აქ გქონდა ეს კალმის ტარი, რომელსაც მე ჩაგერჭვა ეს კალმები და ეს კალმის ყუთები გქონდა და ვარსკვლავი ეხატა მაშინ. ეგეც მაქვს სხვათა შორის. იყო წითელტარიანი. წითელტარიანები ვწერდით ხოლმე ჩვენ. არა, იყო ყავისფერი ტარიანი და ლურჯტარიანი. აი აქ მაქვს კალმისგან სხვათა შორის ნაიარები. ჩემმა მეგობარმა როგორ ახარო ესე მიქნა ერთხელ ხელით და დამრჩა ეს ჩარჭობილი ამაში. ძალიან გადავრჩი სხვათა შორის, რომ ეს თვალი მაქვს. ხო, მოკლედ კალამთან აი კალიგრაფია შესაბამისად მე ავტომატურად გიყალიბდება, იმიტომ რომ ვერ დაწერ სხვანაირად. თან მაშინდელი იმ პეროს რა ქვია, პერო არა, რა ვიცი, რა ქვია. ის არის კალმის ტარი. არა, თვითონ იმ წვერს რა ქვია. წვერს რა ქვია? წვერი, კალმის წვერი. კალმის წვერები, რაც იყო მაშინდელი, ну თან რვეულიც ისეთი იყო, რომ გადაუსამდი აუცილებლად უნდა გაგესუფთავებინა მე და ძირითადად ხელი მქონდა ხოლმე ეს ორი თითი დასული, იმიტომ რომ გესუფთავებინა, იმიტომ რომ ფურცელი მიყვებოდა ხოლმე ამ კალამს წერის დროს. სამწუხაროდ გადაბმულად წერ და გადაბმას ჩალეჩობ იქ ხელის აუღებლად იქ ფორმები თუ არ მიეცი, მიმართულებები თუ არ მიეცი ამ კალამს,
თუ არ გადააბრუნე, გადმოაბრუნე საით მიდის, როგორ მოდის. იქ თუ ერთი უკუღმა გავოდი და წამოიღო ის მოაცალა და ნუ არის თელი პრობლემები იყო მაშინ და მე ამითი რომ დავწერე ხო ხდები რა იქნებოდა რა შედარება იყო აბაზე ნაცვალები ნაკაწრებზე ნაცვალები კაცი და უცად პარკერის კალამი რო გეჩიტებოდა თავისით რო წერს განსა რო გაქნო თავისით ხემდე ბევრისთვის ასოცირდება რომ ის ჭავლური კალამი ისევ ეს ეწერს ისევ ცუდად ისევ არა ნუ არ ვიცოდი სხვა ეხა და პირველი მართლა შენი თქმის არ იყოს რომ დასაწყისში თქვი სანდრო რომ პარკერი იყო ის ჩემი პირველი კალამის პარკერი იყო ჭავლური კალამი რომლითაც დავწერე და მივხვდი რა არის თურმე რა კარგია კალამი ნუ მე იყო მონბლანის მქონდა რაღაცები მქონდა მოკლედ რა მაგრამ აი პარკერთან იყო ჩემი ზიარება პირველი და ნუ ეს ის არის რაზეც ხა ილაპარაკეთ ეს არის ის არის ჩანს უკვე და მასე განსაკუთრებული რამეებს უნდა გამოიყენო. ჩემთვის ახლა ნებისმიერი როლი განსაკუთრებული რამეა და ამიტომ იქ თვითონ თეატრში თუ რაღაცა სხვა რამეს წერ და რაღაცას ინიშნა, სახში მიდიხარ გადათეთრება კალმით. ხო. ამ ჯერ ესეთი ასე ვიმახსოვრებთ უფრო კარგად ტექსტებს. ჩვენი ჩასწორებებით კარგია და ეს მართლა სიამონებას როცა განიჭებს წერა, მაგას დიდი ბედნიერება არაფერი არ არის რა. ხო, იცი რა არის, მაგის აი მე შენ გავიცოდი დიდ ხანს რო ანუ ესე მუშაობ რა ამ როლზე. ხო, ესე ტექსტის დამახსოვრებაში გეხმარება და მე რო ნახე კვლევა ვარ და მე მივხვდი რომ ანუ მარტო ის არ იმიტომ რომ მეც ეგრე ვარ, რაღაცის დასწავლა თუ მინდა ანუ კარგად დამახსოვრებას. ნუ საკმაოდ ეს ტექსტი გადავწერო. რომ ეს კარგად ვიცი ხა. ხო და მთელი სტუდენტობა ეგრევე მეცადინეობდი რეალურად, ანუ კონსპექტს რო წერდი, აი იმ გადაწერაში მამახსოვრდებოდა რა. მთელი სტუდენტობა, იმიტომ რომ მეც ეგრევე ვიყავ, ნინო კუხიანიძის დამსახურება. ხო, შეიძლება ნინოს დამსახურება, მაგრამ მეცნიერებამ დაგვიდასტურა, მე რომ ეს ერთი პედაგოგი ყავდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და შესაბამისად ერთნაირი გამოცდილებები გვაქვს კონსპექტების წერის. და მე აღმოჩნდა რომ ესე იგი ნინო კუხიანიძე არ ცდებოდა ამაში, რაც ჩვენ არ მოგჩვენებია, ესე იგი აღმოჩნდა რომ კვლევა რო ჩაატარეს, ტვინის ის უბნები აქტიურდება კალმით ან ფანქრით წერის დროს, ანუ აი თავი ხელით წერა, ხელით წერა, ხო აი აკრეფა ეს არა. აი იმენა წერის დროს ის უბნები აქტიურდება, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე და შემოქმედებითობაზე და ნუ ეხა წარმოიდგინე ჯერ ესეთი რო წერ, თუ ასე წერ ერთია, ექიბი თუ ხარ და რეცეპტი გაქვს დასაწერი, მაგრამ როდესაც რაღაცაზე მუშაობ, რომელიც ძალიან გიყვარს, იქ ცდილობ რომ თან ლამაზადაც დაწერო. როგორც კი ცდილობ რომ ლამაზად დაწერო, შენი გონება განწყობილია უკვე იმაზე, რომ შემოქმედებითი გახდეს ეს ყველაფერი და ეს უბრალოდ ნაწერი კი აღარ არის, რომ რაღაც ინფორმაცია დავიტანე ქაღალდზე. არამედ რაღაცნაირი შემოქმედებითი ფორმა მივეც ერთგვარი, იმიტომ რომ ვეცადე რომ ეს ყველაფერი ვიზუალურადაც საინტერესო და შემოქმედებითი ყოფილიყო რა და როდესაც ეს ყველაფერი სინთეზში მოდის, შესაბამისად უფრო კარგად გააზრონებს, უფრო კარგად გაფიქრებს, აბსოლუტურად სხვა განწყობებს იძლევა მე და ეს შეხება თვითონ კალმის ამ ფურცელთან. კიდე აბსოლუტურად სხვა ტრიპინია ყურში რა. აბსოლუტურად ეგრე არის. აი ტრიპინი არ არის, სხვა რაღაცა. ხო, რაღაც პატარა ტექსტი ვიდეოსთვის და ნუ გამომიგზავნა რაღაც ტექსტებს მიკორექტირებს ხოლმე და არაფერი დიდი ტექსტი არ იყო, მაგრამ წავიკითხე ნუ ერთხელ იგივენაირად ვერ გავიმეორე და ეგრევე მივხვდი, მეთქი ხა მე მას დავწერ და ეგ არის. და გამოვა. მივედი ზუსტად, ნუ მანქანაში ვიყავ, მანქანაში ვერ დავწერდი, როდესაც გავჩერდი, დავწერე და მორჩა. არც წამიკითხავს მეორედ. ეგრევე მივედი, ჩავწერეთ, მორჩა. აი მაგას იწვევს რა, ჩემთვის ეგეც არის ხოლმე, რომ პატარა ტექსტიც რომ დავწერო, ის დამახსოვრებაც მინდა, დავწერ და მორჩა. აი ამას ნამდვილად იწვევს რა. კი, ანუ ეგ არის, აი როგორი რაღაცა იცი, ამავდროულად მე შემოქმედებით უნარსაც გიაქტიურებს რა, რაღაცების, ან ფურცელთან თუ გაქვს შინაგანად შემოქმედებითი უნარები, უნდა გაგაჩნდეს, თუ გაიღვიძოს. ეგეც მნიშვნელოვანია. ყველასთან არ მუშაობს ეხლა ეგ ამბავი დარწმუნებული. არა, ნუ თემა ის არის. ჩვენ გვაქვს ფურცელთან პრეტენზიები გაგვაჩნია მაგისი.
ხო, მაგრამ ფურცელთან ფიქრი ქვია რა, მაგას ანუ ფურცელთან ფიქრი არის საინტერესო. შეიძლება ხატო. შეიძლება ხატო, ხო, მაგას ვამბობ, ეს არ არის აუცილებელი. შეიძლება ჯღაბნო, შეიძლება რაღაცა და ამ დროს შენ შეიძლება საერთოდ არ იყო არტისტი, ხო? ანუ არც მწერალი იყო, არც მსახიობი იყო, არც რეჟისორი არ იყო, არც ხატო არის. საერთოდ სხვა საქმეს აკეთებდი, მაგრამ იმ მომენტში, როცა უკვე ფურცელთან ფიქრობ, ასე ვთქვათ, აი შენ საქმეს აკეთებ შემოქმედებითად რა. ანუ ეგ ის გერთვება, ეგ ნაწილი გერთვება twin-ში და როგორც მეთოდი ვცდილობ ხოლმე რომ აქ გახსოვს აქ ადრე სახელოსნო იყო რა. როდესაც რაღაცას აი თუნდაც ამ მაგიდის ნახავს ვაკეთებდი, კალმით ფანქარში რაღაცას ვიზო, მე აუცილებლად კალმით უნდა კონტურები გავუკეთო რა. რომ დავინახო და კალმით ვაკეთებ მაგას. ტუშირებას უკეთებ კალმით რა, რომ მივხვდეს სად რა ნახაზი როგორ და ჩემი ბლოკნოტები რაც ამაკ აქ რასაც ამას ვუყურებ ეხლა რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი რეტუშირებულია მე აუცილებლად კალმით. ყველაფერი მაქვს ნახი ნახაზში ჯერ. და სხვადასხვა ზუსტად არის. კი, რაღაც მომენტში შთაგონების წყაროც ხდება კალამი რაღაც. კი, არ ვიცი, ჩვენ მე ესე ვარ შეჩეული და ამ ბავშვობიდან. სხვათა შორის ეხა ის რო ახსენე სასვენ ნიშნებზე ძალიან მომედო გულზე, იმიტომ რომ მეც ეგრე ვარ. ან პირველ ეგრეთ წოდებულ პირველ დრაფტს რო წერ, ამას ყოველთვის ხელით წერ წიგნის და არასოდეს მე იქ არ ვფიქრობ გრამატიკაზე. აი იქ ყოველთვის ვფიქრობ მუსიკა, ანუ წინადადებაზე ვსუყურებ როგორც მუსიკას, ანუ ყურში როგორ მესმის. და შესაბამისად სასვენ აი რა გიქნა შლაპამ და გიტარამ ხედავ? ხო, ნუ ეგ ხა მე რა თქმა უნდა ეს რედაქტირების პროცესში ეგ სწორდება და ისე ლაგდება როგორც უნდა იყოს გრამატიკულად, მაგრამ ჩემთვისაც სასვენ ნიშნები პირველადი ფუნქცია ეგ არის. რო ანუ ინტონაცია როგორ მესმის ყურში ეს წინადადება რა, ანუ ჟღერადობა. მე შენთან ის მიყვარს კიდე რომ ყველა პერსონაჟი თავისი ენით რო ლაპარაკობს ხოლმე და ალბათ მაგ მუსიკალურობის ბრალია და ზუსტად მაგ სასვენი ნიშნების რასაც შენ იყენებ ხოლმე. ხო, ეგ მეთოდი ძალიან მეხმარება რა მაგაში. ხო, იმას თავის ტემპორიტმი აქვს ყოველთვის ტექსტის თქმის დროს და მეორე სხვა და ხო და როცა დოთ ეხა მე საერთოდ არ მიყვარს ხოლმე საკუთარი გამოცდილების განზოგადება ესე და მით უმეტეს რაღაცა არა ჩვენ ხო აქ იმიტომ ვიკრიბებით რომ ჩვენ თავზე ვილაპარაკოთ ჩვენ რა ემოციებში ვართ და რა განწყობაში ვართ. ხო და მე მაგის თქვა მინდა რომ ანუ შეიძლება ბევრი ადამიანი ვინც კლავიატურაზე წერს და შესანიშნავად წერს და არაჩვეულებრივად აკეთებს, მაგრამ აი თუ იკაიფებ ასე ვთქვათ მე ძალიან ვასხავებ, აი დამიწერია ტექსტი კლავიატურაზეც პირდაპირ და ძირითადად ყოველთვის ფურცელზე ვწერ რა და ეს წინადადებების რიტმი ყოველთვის განსხვავებულია. იქ რო წერო სხვა ტექსტი გამოდის, აქ რო წერო, ამიტომ არსებობს რაღაცეები, რასაც კლავიატურაზე ვწერ ცალსახად, მაგალითად სცენარს კინოსთვის. ახლა ფურცელზე ნახდათ არ ვწერ რა, მაგრამ სანამ სცენარის წერამდე მივალ პერსონაჟები ამბავი რაღაც ანუ მონახაზებს ფურცელზე, ანუ ბევრი პრაქტიკა შეიძლება, ხო. ბევრჯერ, და და ძალიან საინტერესო ის დახასიათებები გაქვს ხოლმე ყოველთვის და ძალიან გვადგება ეგ საქმეში კი. ხო, აი მე იმის თქმა მინდა რომ თუ ადამიანი ცდის ამას როგორც მეთოდს რა, ძალიან ბევრი ბენეფიტი შეიძლება მოიტანოს, მაგრამ მეორე პრობლემა რატოს ვაპარაკობთ ახლა კალმებზე რა და ფურცლებზე და ხარისხზე. ჩაგერჭენა აუცილებლად. ხო, აბარა. ნახე, მე მაქვს კალამი, კარგი, წავედი, ბევრი ფული გადავიხადე. ვიყიდე დავუშვათ პარკერი. აი ეს მოდელი, უი რა ძველია. ეგეთი მქონდა სხვათა. კი, თორეა. აი ესეთი მქონდა ზუსტად. რამდენის გამოდის? ნუ 80 წლის. 80 წლისა. 80 წლის. მქონდა ესეთი. 50-იანების. ხო. სადღაც. ხო და წარმოიდგინე ხა ეს რო გაქვს, მელანიც ახლა ბანძმელას ხო არ ჩაასხავში. კარგი მელანი უნდა ჩაასხა. ამიტომ როგორც კი რაღაცისთვის იყენებ, სათუთი ხდება ის საქმე, იმიტომ რომ ჯერ ესეთი გინდა რომ მოუფრთხილდე გინდა რომ რაღაცნაირად იყოს ეს მელანიც ზომიერად გამოიყენო ისაქნა იგი და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებები გიჩნდება. მე წვერი ისეთია რომ ნუ ხა ამ წელს მოფრთხილება ჭირდება, ამიტომ აი კარგად რომ შეხედავთ ამას ხა არ ვიცი. აი კი. აი ხო ხდებით ხა აი ამ წვერით რო წერ. აი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა. მე რამაზ წერს და მოფრთხილება, ამიტომ ყველა სიტყვა, რომელსაც აი გამოდის რაღაცნაირი ფაქიზი, დამოკიდებულებით და აბსოლუტურად სხვა განწყობები მისდევს მე ყოველივე იმას, რასაც ქაღალდზე დაიტანთ და
რა ვიცი, ეს გამოცდილება აუცილებელია ადამიანებისთვის დამიჯერეთ. აბსოლუტურად სხვანაირად შეხედავთ რაღაცეებს, რომელსაც შეიძლება არასოდეს გიცდიათ და აი მე არ გამომდის ხელი, არ მივარგა რა. არა, აი ცადეთ ამითი აბსოლუტურად სხვა თავისი დაგაწერინებთ ისე და ისეთი თურმე ეს რაღაცა ასობგერის დაწერა ამითი ისეთი რამით შეიძლება ვისაც არ გამოუცდია და ვისაც გამოუცდია დამეთანხმება ახლა და არაფერს არ ვიგონებ. ვისაც არ გამოგა, რომ დაწერ თუ ეს რანაირი ხაზი გააკეთა. არასდროს რო არ გაუკეთებია ისეთ ხაზებს მიიღებთ, დამიჯერეთ და ძალიან სასიამოვნო პროცესია. მთელი ამბავი ის არის, რომ ეს სტერეოტიპი, რომ ეს თითქოს არის რაღაცა უბრალოდ ძვირფასი აქსესუარი და ამით რაღაცა მარიაჟობ, ხო? არ არის ესე. ანუ ობიექტურად გაძლევს განსხვავებას, ობიექტურად გაძლევს შეგრძნებას განსხვავებულს და ერთი რაღაც არის რა, ანუ ძალიან ხშირად ნუ მარიაჟობ იმ შემთხვევაში თუ აქ დაგაგდა. ასე პიჯაკში თუ დავდივართ, ბედაში და გასტუქში თუ დავდივართ, მარიაჟობთ უკვე და პარკერი იდება ჯიბეში თუ არ იდება, აღარ უნდა. აი იდება სავარაუდოდ. უნდა იდოს ხო, და შიგნიდან შეიძლება რომ გადახსნე რომ აქ გამოჩნდეს რა ბრენდი გაცვია და მე იქიდან გააძრო კიდე ეს და ეს, მაგრამ მაგის სხვა არის. ეს და მე ვართ მარტონი, არ წერ ეხა ყველასთან ერთად. ერთ-ერთზე როცა რჩები მაშინ არის და ამიტომ ეს არ არის სამარიაჟო, მან შემოყევი რა. ხო, და ანუ მე იმის თქვა მინდა რომ ეს არ არის უბრალოდ აკვიატება და არ გეჩვენება რა, ანუ ობიექტურად განსხვავებულ შეგრძნებას გაძლევს და როცა ხელით წერაზე ვლაპარაკობ ხოლმე, აი ძალიან ხშირი ეს არის ხოლმე რა, აი რომ მე მაჯამ ტკივდება 2 წუთში 3 წინადადებას დავწერ, აღარ შემიძლია და სულ მაგას ვხსნი, რომ ბიჭო სწორი კალმით უნდა დაწერო სწორ ფურცელზე და მე ეს მაჯა კი არ გეტკინება, არის სრული სიამოვნება და 3 საათი დაწერ ისე რომ დახატავ და გაერთობი ამით, რომ საერთოდ არ მოგაფიქრდება, რომ ხელი დაგეღავა. იმდენი ხანი მიწერია? ეს დაგეჭირვია ხო? არა, აი აქ თითი ესე ჩავარდნილა, აი აქ ორ მოგამჩენია აქ. ფასეთს რაღაცას უნდა შევეხო რეალურად, რომ ეს წარმოებლები, აი როგორ არის ცეიდუტამ? კი, რაღაც მოდელები ძვირი ღირს, რაღაცები ასტრალში გადის. აეროპორტებში ვათვალიერებ ხოლმე ძირითადად. თურქეთის აეროპორტში. თუ ეხა რაღაც საკოლექციო და იმას სხვა ის ხო უკვე ძვირფასი ნივთია. რომელიც უკვე კოლექციისთვის იყენებ, მაგრამ თუნდაც აი რენდომ ჩვეულებრივად სტანდარტული გამოშვებები, რასაც აწარმოებენ, ხო? იმდენად ხარისხიანი მასალით აკეთებენ ამ ყველაფერს. იმდენად დიდ ცოდნას დებენ იმ არქიტექტურასთან და ყველა აი თავიდან ბოლომდე რო შექმნან, რომ პრინციპში რო ავიღოთ რაფაშიც იყიდება, ძალიან პატარა მარჟაზე მუშაობენ. ამაზე ვსაუბრობდით მე და შენ გახსოვს? აი ავრორას მაგალითზე დავუშვათ, რომ შეიძლება უჯდებოდეთ კალამი რაღაცა 500 евро და ყიდიდნენ 700 евро და აი რაღაც და ინდონეზია უჭირავთ მაქსიმალურად ეგ ბალანსი რომ არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა თუ ეხა საკოლექციო ნივთს უშვებენ იქ ცალკე დიზაინი იქ, ნუ იქ უკვე გათვლილია იმაზე რომ იღებ, ინახავ ან ზვირდება, საინვესტიციო არის თუ არ არის თუ რაღაც, ნუ არის ეგეთი მოდელები, რომელსაც უშვებენ ისე რომ საინვესტიციო იყიდი დღეს, დაადებ და რა ვიცი, 20 წლის მერე ის კალამი უყიდი შენ შვილის სახლს. არის ეგეთი შემთხვევებიც რა. ავრორას აქ მაგალითად ხარ განახსენებ ვიტყვი 30 კარატიანი ბრილიანტებით მოჭვილი 1,200,000 ხო 1,200,000 евро. მე ხა მანიაკობაა. ჩვენ ხა მაგას არ ვლაპარაკობთ. არ გავეჭიდავებით. ხო, არა, ჩვენ ვლაპარაკობთ ფუნქციურ კალამზე. ერთი კარგი კალამი უნდა გეგდოს ჯიბეში. არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეხა 1,200,000-ად რომ გაიყიდა 10 წლის წინ ავრორას კალამი, 50 წელიწადში მინიმუმ 5 მილიონად აუქციონზე გაყიდის ის ფლობელი რა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მან ერთი მზადდება და სხვა ღირებულება აქვს რა. ეს ცალკე ამბავი არის, ეს უკვე იბრძობა რა იქ. ხო, აი ეს ამაში არ შემოყვავს, ასე ვთქვათ. ანუ ეხა რადგან ვlapარაკობთ, ჩვენ ეს არის კალმები, რომელიც შენ რა ერთი შეხედვით ეხა ძვირი ღირს, იმიტომ რომ თუ შენ მიშვეული ხარ იმას, რომ კალამში 20-ზე მეტი არ უნდა გადაიხადო, რომ გეუბნები, რომ კალამი ღირს პირობითად რავი 300 ლარი, შენთვის შეიძლება შოკია სიტყვაზე რა, მაგრამ რეალურად ესე არ არის, იმიტომ რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს თავისი ძალიან დახვეწილი ინჟინერია, რის წყალობითაც არის ზუსტად რო არ ჟურნალს ქაღალდზე სასიამოვნო სრიალები. ეს იაპონელებსაც გვაქვს ესა, ეგეთი როა. კი, კაპლესი კიდე ცალკე ამბავია. ეხლა რო ავიღოთ უხეშად, ხო? 50 წელს იყიდა ეს კალამი. ხო. მაშინ რა თქმა უნდა დოლარის კურსი სხვა იყო და სხვა ფასებით რეალებდა. 80 წელში რამდენი 365 დღეა, ხო? ეხლა ვერ გავამრავლებ. არ შემიძლია. მოდი არ მინდოდა. და ის ღირებულება რო გავყოთ, რა შეიძლება მინუსებში წავიდეს, ხო? ანუ 20 თეთრიან კალამს რო ყიდულობ, შეიძლება დღეში ეხა მაგალითად
იყიდო 2-5, რა ვიცი, არ ვიცი, გაფუჭდა არ წერს გადააგდო. ანუ long term-ში რო აიღო, ანუ ხანგრძლივ პერიოდში და ყოველდღიურობაზე რო გაყო, ეხა ესეც 90 წელს გამოშვებულია, რამდენი, ანუ 35 წლის არის, ხო? კი ბატონო. რა ეთყობა ხო ეხა ამას, რომ 35 წლის არის? აი ამაზე ვსაუბრობ, ჩვენ რეალურად ხარისხობრივად ისეთი მასალები ვწადება, რომელიც შვილიშვილს შეიძლება რომ დაუტოვო, აჰა, შვილო ეს, მე იმან გადასოს, ნუ თუ არ გატეხავდა, არ ვიცი ტრაქტორი თუ არ გადამოვლის და წვერით თუ არ დააგდებდა, სხვანაირად არ ფუჭდება, ამაზე მაქვს საუბარი და სხვა ყველა იაფასიანი კალამი ფუჭდება, იმ წერით ფუჭდება, ხმარებაში ცვდება, მასალები ისეთი არის, რომ იქერცლება, ზოგს გადაზდის ფერი, ხო, რამდენი შემთხვევაა ეგეთი. ზოგი დაგივარდება ეგრევე იმას ნაჩვენებს იკეთებს და ასე შემდეგ. რელი ქვია რა, შვილიშვილს გადასაცემი. აჰა, და გქონდეთ და ეს ჩვენი საგვარეულო კალამი იყო შვილო და რაღაც. უბრალოდ ეს 1800-იან, ანუ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე არ იყო უბრალოდ, თორე ხო შეიძლება რომ ეხლა ეს ყოფილიყო კიდე ვეფხისტყაოსას, ეს გააყოლო კიდე თან. ეგეც აღქმადი არ არის ხოლმე, რომ რამხელა გზა ტრადიციაში. რეალურად ჭავლური კალმის გამოგონებაც კი იყო უზარმაზარი ნახტომი. ანუ მე-19 საუკუნემდე ხო საერთოდ ეგრე მთელი ნახტომების ხო, ანუ მე-19 საუკუნემდე ამასაც ვერ აკეთებდნენ, რომ მელანი კონტეინერი ყოფილიყო რა, რაც მელანი იქნებოდა. მაგრამ მე-19 საუკუნის კალმები საერთოდ ჯოჯოხეთი იყო, იმიტომ რომ წელს დამქონდა მეთქი ასე სეტკის კონტეინერი მე ბავშვების სკვედრი იყო, იმიტომ რომ ვერ აკეთებდნენ. საბჭოთა კავშირში ვერ აკეთებდნენ. თავარი მუღამი იყო რომ არ იღრებოდა. ხო, არ იღრებოდა კი. ეგ უკვე კარგი. მაგრამ ზოგადად საბჭოთა კავშირში ეგეთ ნივთებს ვერ ამზადებდნენ. აი ესეთ ფაქიზ ინსტრუმენტებს, რომელიც კარგად უნდა დაეწერა, ის ხო არ იყო კომფორტისთვის მოგონილი ქვეყანა, ეს ხო არ იყო. მახსენდება ზინტლები ხელებზე. ხო, საზღვრობა. მართლა მე ძალიან კარგად მესმის, ვისაც საბჭოთა ავტოკალმის მერე ხელში არ ჭერია კარგი კალამი. იმათი რეაქცია რატო არის ხო აი დედაჩემს მაგალითად ვერაფრით ვერ დავარწმუნე რომ ეს კალმები არა არის ეგა. კი, ვერ ვაჯერებ რა, იმდენად აი ტრამბულად ახსოვს ის საშინელება რომ ხო, ნუ მელნიანები ვიყავით შეუძლებელი ხა ეგ. ხო. გოგოები მით უმეტეს ეხლა წარმოედგინეთ ისვრებოდნენ. დასრული რო ხარ ყოველ. მაგრამ მე აიღო ესეც გერმანიამ და ისე დახვეწა საბოლოო ჯამში რომ ნუ კალამი კი არა გახდა. კი, აი ინსტრუმენტი. პირობითად რომ წარმოიდგინო რა, აი მონბლანის 156 მაგალითად ისეთი ბალანსი აქვს, მართლა ისეთი ბალანსი აქვს კალამს რა, რომ 3 საათი წერ, 3 საათი. ნუ მანიაკები, წერის მანიაკი ლაპარაკობს. წერ. მაგდენი ხანი არ ვიცი, მე არ მიწერია. და მიწერია, მაგრამ ხელი არ გეყალებ. აქ მაზოლი არ გაგხვდები, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. როცა დიდხანს წერ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კალმის ბალანსს და მასალას. აი 20 თეთრიანი კალმით 3 საათი ვერ დაწერ. შანსი არა. ეგა მაგიტომ დაიბრუნდა. ოსტეგო ვერ დაწერ, რამდენის ჩვენ გვიწერია, ვაიმე და ვაიმე. ზალა რო დაგადგება, მაგრამ ეხლა ხო აღარ არსებობს ეგ, ანუ თემა რა არის, რომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ კალამზე, როგორც ალტერნატივო საჭიროებაზე. ანუ დღეს აღარ გჭირდება, ეს არ არის საჭიროება. ეს არის უკვე მოდი ასე ვთქვათ რა, შენი თავისთვის გაკეთებული საჩუქარი. პრაქტიკა, რომელიც რაღაცაში გეხმარება, უფრო მეტად ვიდრე ის თორე პრაქტიკულობის თვალსაზრისით, ხა მე არასოდეს არ ვიტყვი იმას, რომ პირობითად ხა შენ თუ მეტყვი, რომ ჩემთვის ნოუთის ჩაწერა, ჩანაწერის გაკეთება, მოკლე ჩანაწერის გაკეთება, ხა ტელეფონს ამოვიღებ და ჩავიწერ. ოკეი. რა თქმა უნდა. მაგრამ მე გეტყვი რომ მე რო ჯიბიდან ამოვიღებ ჩემს აჯიბე ბლოკნოტს, რომელიც სპეციალურად არ წლები ვიმუშავებთ, რომ ეს ზომა ყოფილიყო, ეს არქიტექტურა ქონოდა, ესეთი ყოფილიყო, ხო? რა ვეული წერით მეთქი რომ ჯიბეს ხო, მაგას გეუბნები ას რომ ამაზე რომ ამდენი ვიფიქრე და მე ამას რომ ამოვიღებ ჯიბიდან და ამას აი ჩემი მონბლანის 154-ით რომ ჩავიწერ, ეს არ არის უბრალოდ რომ რაღაც ჩავიწერე. პლუს სიამოვნება მივიღე. მონბლანი 154 ეს? კი, ეს 154. ნუ რეალურად ინდუსტრიის მთავარი მიგნებაც ეგ იყო საბოლოო ჯამში, რომ აი ეგ დაიჭრას, რომ სიამოვნება აი ამ სტანდარტებზე გაჩერდნენ რა. აი რო ვესაუბრებოდი ახლა სხვადასხვა აურორას წარმომადგენლებს, მათაც ეგ მითხრეს, რომ პირიქით ახლა იმდენად დაბრუნდა ხალხი უკან კალამთან, რომ მსგავსი არ უქონდაო. არა. მე ხო სახში ვარ, სათოლის და ხო, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თავაზობ რომ თან ისი ამოვიდა. აქ შეიძლება? რაღაცეთ გიწერია. სპეციალურად გაშალა. მაგისტვის არის. აქ
აჰა. წავიდა ხო? ნარნარით თუ როგორ ქვია? ანუ ეს არაქიანი პურივით. აი ძად ხო არის რაღაც მე რატომ მომინდა ამაზე ზოგადად ლაპარაკი იყო ის რომ აი რაც სიამოვნებას რო იღებ რა რაღაცით. აი მე ეგრე ვარ მაგალითად წიგნებზეც რა კარგ წიგნს რო წავიკითხავ მე იმ წიგნს როგორც წეს ვყიდულობ ხოლმე აი მინიმუმ 10 წელს იმიტომ რომ ყველას მინდა რომ წავაკითხო. აქ იყვნენ სანდრო და ტორესი. ხო და მე ვწერ ხო? ჩემთვის ეს არის ესეც რა რომ იმიტომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი რომ მივხვდი რომ ბიჭო ეს სიამოვნება მინდა რომ სხვებსაც გაუზიარო რა აი კარგ ფურცელზე კარგი კალმით და სწორი მელნით რა შენ რომ არ დაგეწყო ლაპარაკი ეხა საერთოდ არ ვილაპარაკებდი ხო ნუ მე ვერ გავრისკავდი ვერასდროს ამაზე ლაპარაკს და უნდა გარისკო რა არიან რამდენი ადამიანია ვისაც რამდენმა გვაგინა ძალიან დიდ აგრესიას იწვევს რა ამაზე ლაპარაკობ რაც ამ უცნაურად ჟღერს ახლა ეს მაგრამ ძალიან ბრაზდება სნობიზმში გამგვიტანეს ზოგს გონია რომ ახლა სნობიზმი რა ვიცი წერის წერის პოპულარიზაციას ვეწევით რეალურად რა ვიცი სულც არაფერს არ ვაკეთებ ხო მაგრამ ეს ამას რომ ლაპარაკობ გონიათ რომ რაღაცა მე სხვათა შორის აქ ამ ტერიტორიაზე პატარა ბავშვები მომყავს სკოლის მოსწავლეები დაწყებითები და ჩვენ მეგობრებთან ერთად რა იმათი იდეა იყო და მეთქოთ ჩემთან გავაკეთოთ თქო და წიგნებს უკითხავთ ხმამაღლა რა ბავშვებს მე ვერთობით თან რაღაცები ხატავთ ფერადებს ესე ვკითხულობთ ოღონდ ხმამაღლა უკითხავთ ეგ იგივეა რომ ეხლა მაგის გამო რომ მაგინო ბავშვებს ხმამაღლა რატო უკითხავთ წიგნს ხო დაახლოებით ეგ თემა ხო და მოკლედ მე იმის თქვა მინდა რომ ამით ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანებს უბიძგოთ და გავუზიაროთ ის სიამოვნება რომელსაც ჩვენ ვიღებთ და მათ შორის დავეხმაროთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი სამყარო, მარტო პარკერი რო ავიღოთ ახლა ჯერ რამდენი მოდელი გვაქვს, ხო? მაგიდაზე მარტო მაგიდაზე გვაქვს, ხო? და ისედაც ანუ ძალიან ბევრია და რომელი კალამი უნდა იყიდო, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნუ შეიძლება პირობითად ვამბობ რა, ერთი უნდა ვიყიდო და მართლა მთელი წელი შენ მაგალითად ის ერთი მოდელი რომელიც შენ ძალიან გიყვარს, გაქვს, ხო? სულ და ნუ ყველას არ უმართლებს ესე რა, იმიტომ რომ შენ შეიძლება იყიდო მე არ მიყიდია თან მაჩუქეს. ხო და როცა ყიდულობ რა შენ შეიძლება იყიდო კალამი, გადაიხადო ძვირი და ბიჭო აღმოჩინო რომ შენი ხელისთვის არ არის, ან ცოტა მძიმეა, ან პირიქით ცოტა მსუბუქია, ან რაღაცა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარება, იმიტომ რომ ამით ვცდილობთ რომ ადამიანებს დავეხმაროთ რომ სწორი კალამი იპოვო რა. მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით ასე ვთქვა. ვისაც ხელი წერა ევასება. ვისაც ხო. ან ვისაც შეიძლება ეგ გამოცდილება აქვს რომ არ უყვარს იმიტომ რომ ცუდი კალმით წერს. ვიძგოთ რომ მოდი კარგი კალმით დაწერე რომ შეგვიყვარდეს. აბაცადი. მე მაქვს ერთი იდეა, ბიჭო, რაღაცა ეს დღე ხო არ მოვაწყოთ სტუმრიანობის. კი, ვორქშოპი ჩვენ ერთი ჩავატარეთ უკვე. მოდი აბა ვწეროთ და რაღაცა. კი, შეგვიძლია. დიქტანტები რო იყო ბავშვობაში რა, ვისაც რა უნდა ოღონდ ის დაწეროს, ოღონდ დაწეროს. კი, ჩვენ შეგვიძლია რომ ვორქშოპი ჩავატაროთ. სამახსოვროები დაწერონ, ლამაზად დაწერონ, რაღაცეები დავამზადოთ. ამ ძალიან ძვირფას კალმებით დაგაწერინოთ და გაცდევინოთ. სხვა შორის ბავშვის ხაზით შემოვიტანეთ. ჩვენთან მაღაზიაში. ნუ ეფასიანი 13 ლარიანი ძალიან კარგი ჭავლური კალამია. ეხლა ყველაზე ბიუჯეტური არის, იმიტომ რომ ტემუზე და იმაზე 2 დოლარიანი კალმები რაც არის, ის ჭავლური კალამი არის, იმას ვერ დააჭერინებ ხელში და ეს არის კალმის კომპანიის ნაწარმი, ირიდიუმი. ეს არის წვერზე, კი იცით ყველა, მაგრამ ნუ აი აქ რაც მდებარეობს, რაც უშუალოდ ფურცელს და წვერს შორის კომუნიკაციას ამყარებს. და იმიტომ აღვნიშნე ამას რომ ხა ამას რო აქვს არ გვიყვარს, იმიტომ რომ ეს ძვირადღირებული კალამი არის, მაგრამ 13 ლარიან კალამში გვხდება ეგ და სხვა შორის ბევრი მშობელი ინტერესდებოდა და უკვე ყიდულობენ, იმიტომ რომ ბავშვებიც რეალურად ხო ორესე ხშირად საუბრობთ, ხო მაგაზე რომ წერა მოტორიკისთვის იდეალურია, ხო, აუცილებელი არის, ხა მარტო კომპიუტერზე აკაკუნე თითები არ გამოვა. კი, ანუ მე მათ შორის მინდა რამდენიმე ტიპის ვორქშოპის გაკეთებაც, იმიტომ რომ თერაპიულად შეგიძლია ეს ბევრნაირად შეგიძლია წერა როგორც მეთოდი გამოიყენო. მაგრამ აქ არის კიდე ერთი ნიუანსი, მელანი ვახსენეთ ჩვენ და პარკერს აქ მელნებში კიდე ძალიან დიდი დამსახურება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთი ეს იყო პირველი მსოფლიო ომის დროს 1914-ში გააკეთეს შრალი მელანი, ეს იყო მელანის ტაბლეტები, რომელიც ბრონზე მიქონდა, წყალს ასხამდნენ და პირდაპირ მელანს აკეთებდნენ ამ ტაბლეტზე. იქვე. და მეორე ძალიან დიდი პრობლემა იყო და ესეც ვისაც აი საბჭოთა პერიოდის რვეულები გქონია, გარდა იმ ფურცლების უხარისხობისა,
ესე იგი კარგად გვემახსოვრება ეგრეთ წოდებული საშრობი. გინდა საშრობზე დაგიწერია და გინდა იმრეულს. ხო და ესე იგი ეს საშრობი რატომ მოყვებოდა, იმიტომ რომ მათ შორის მეელნებში საბჭოთა მეელნებს ძალიან უჭირდა შრობა რა და ის უნდა დაგედო ზემოდან ფურცელი და ეს მელანი ისე უნდა გაგეშრო და ხო და პარკერი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც აწარმოა მალეშრობადი მელანი, რომელიც ფურცელზე ძალიან სწრაფად შრებოდა, როცა წერდა და ეგ საშრობები რამდენიმე უნდა გამოყოლოდა რა, იმიტომ რომ თუ არ ყოფნიდა. არა, ერთ რეულზე არ ყოფნიდა. ალბათ ხო არა. ხო, მაგრამ რა სიგიჟეა წარმოიდგინე. აი წამე რომ დაწერ თუ ჩხარა წერდი, ის ხო არ შრება და მე რო დაადებდი თუ თელ გვერდს ადებდი რა და დამთავრდი და გადააგდო. მე ან კიდე ეს უნდა აშრო. ხო და აი ეს მალეშრობადი მელანი კიდე ძალიან ხშირად მათ შორის TikTok-ზე ძალიან ხშირად მოდის ხოლმე კითხვა რომ ცაციებმა რა უქნათ, იმიტომ რომ ცაცია რო ხელით რო წერ აქეთ გესვრება რა, ამიტომ ხო მარცხნიდან მარჯვნივ წერთ ჩვენ და იქნება არაბულად დაწერა. ხო და მანდაც მნიშვნელობა იმდენად იმას არ აქვს, რა ქვია, წვერის ფორმას, იმიტომ რომ წვერის ფორმა ძირითადად უნივერსალურია და ორივე ხელისთვის არის. არსებობს კალმები, რომლებიც ვიცი ადამიანები, რომლებიც ასე წერენ, ასე უჭიროთ და ასე წერენ. კი, იმიტომ რომ მარცხნიდან ზუსტად ესე არ დაესვა, ეს ძველები όμως. ხო და მან კალამზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად მელანი. ანუ თუ უნდა გამოიყენო მშრალი მელანი რა, რაც უფრო მშრალია, მალეშრობადი მელანი. მალეშრობადია. მით უფრო ნაკლებად გექნება ეგ პრობლემა რა. თუმცა არსებობს კალმის მოდელები, რომლებიც პირდაპირ აწერია, რომ მარცხენა ხელით წერლებისთვის არის და ცოტა განსხვავებული ის აქვს რა. წვერზე აქვს დაცერავება, ისე რომ გაყვერა, მაგრამ პირიქით ვერ გამოყვები, ეგ არის. მაგას თუ ეკიდე მარჯვნივ ვეღარ დაწერ. ხო, მარჯვნივ ვეღარ დაწერ. ნუ ეგ მაგაზეც ნაფიქრი იქნება. კი, ანუ მაგას ვამბობ. ეგ ხო კომუნისტების დროს კომუნისტების გაკეთებული არ არის კალმები, გაიგე? კომუნისტების დროს იყო, რომ ცაცია რო იყავი, ხელში გიწყავი, გიბავდნენ და მაინც და მაინც მარჯვენით უნდა გეწერა და ბავშვებს ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებდნენ ხოლმე. ნუ ეხლა აღარ არის ეგრე, მაგრამ ჩემ დროს უბავდნენ ცაციებს ხელს და მარჯვენით აწერინებდნენ მაინც. ნუ აი ჩემ დას მაგალითად მარჯვენა ხელით წერა ასწავლეს სიზულები. ჯალით ხო? სკოლაში. ჩვენ დროს ხო ჯერ კიდე ის იყო რა, საბჭო. მე ჯერ კიდე იყო. არც ეხლა. ხო, არც ეხლა წინაშ მაგრამ. ნუ ეხლა ხე მაინც დათას შემთხვევაში, ჩემი დიშვილის შემთხვევაში ცაცია, მაგრამ იმას უკვე ვეღარ ეხლა უკვე მაგას. ხო, მაგრამ ნუ ეგ ფაქტორებიც არის. ხო, მაგაზე მე პასუხი არ მაქვს, არ ვიცი, თქვენი ისთეგა. ხო, მოკლედ მელანს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგადად, აი წერის გამოცდილებისთვის კალამთან ერთად. იმიტომ რომ ეგ შემთხვევა ახლა სანდრო უფრო ეს არის, სანდროს უფრო უწევს ადამიანებთან შეხვედრა მაღაზიაში. ხო და ეგ ძალიან ბევრია ხოლმე, რომ კალამს მაღაზია აქვს, ხო? კი, ინგრეივერი არის პირველი კონკრეტულად კალმების მაღაზია. ამას წინა ფიქრობთ ლაპარაკობთ მე და თორესა და მივხვდი რომ აი კალმებზე სპეციალიზებული პირველი მაღაზია არის საქართველოში. ანუ კალმები რა თქმა უნდა ჩვენამდეც იყო და მაგრამ ბევრი მაღაზია. იყო საათების მაღაზიაში ხო და უშოთ საკანცელარიაში და ჩვენ პირდაპირ კალმები და მე რაღაც წვრილი საათების მაღაზიაში იყო ხოლმე კარადა. ცალკე. ხო, ბევრ ადგილს არიკავებს ეხლა. მთელი კოლექცია მოიტანე, აგერ მაგიტაზე გვაქვს მიმობნეული და სხვათა შორის ბევრია ჩვენაირ ბევრს უყვარს კალმით წერა, ბევრი იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მეცო გაუმაგრებს. უფრო მეტიც კიდევ ბრუნდება და ამას ემსახურება რა ეს ყველაფერი ჩვენი ეს პოდკასტის ნაწილიც რომ არა, განა არ გვესმის რომ გაძვირდა მაღაზიაში ყველაფერი კაცო. განა ჩვენ არ ავყიდულობთ ბურს, მაგრამ რაღაცა სულიერი საკვებიც ხო გვინდა რაღაცეები ამბავი კალმით წერა ხო გვიყვარს ხალხს ვიღაცებს. გვაცალეთ ბატონო, დავწერთ. კი ბატონო. მე მგონი დასასრულს მივუახლოვდით, ძალიან კარგად მიმოვიხილეთ პარკერიც და გამოცდილებაც. პარკეს ეგრე მალე მიმოიხილა. არა, რა თქმა უნდა, ეხა თვითო მოდელზე, აი მაგალითად ეს რა ცალკე შეგვიძლია ერთი ცალკე პოდკასტი ვილაპარაკოთ. და სანდრო განსაკუთრებით, იმიტომ რომ სანდროს ეს ყველაფერი შესწავლილი აქვს წვერიდან დაშლიან რესტავრირებიან. ვინა ბიჭო, რასაო, სანდრო იცი როგორი მაგარია. ვიეცი პარკერი ძმაო დაშლის ააწყობს. დაშლის ააწყობს, კი ბატონო, აგერ დაშალა ააწყობს. დაშალა ეგრე. მარტივ მომრავლებად. ხო და ნუ თემა ეგ არის, რა თქმა უნდა, ამოუწურავია, მაგრამ ჩვენ მე და სანდრო დავსხდებით ვიზავდი და ეხა შევხედა. მე და სანდრო დავსხდებით ხოლმე, ჩვენ ხანდახან 3-4 საათი ისე გავგვდის ამ კანონზე ლაპარაკში, რომ ვერც ვიგებთ და ეხა დაგინდობთ თქვენ და
თქვენაც აუ მოცლილები ხართ, ხა იქ წერია მან და უკვე ხედავ კომენტარს. მოცლილები ყოფილ ხართ თქვენა. კი ვარ. ჩემი 20 თეთრიანი პასტა რა ვერა წერს უკან. და ასე შემდეგ. მე შემიძლია ესე იგი ტოპ კომენტარები მოუყვე ზეპირად. ვაჟაფშაველას სულ არა ქონდა, მაგრამ ვაჟაფშაველა ვიყო და რითი დავწერე, ფუჩხილით ამოვკაცრავდი კედელზე, მაგრამ. ვა სტიმული მჭირდება მე. კი, მართალია, მოკლედ პარკერს ესე ვერ ამოვწურავთ, მაგრამ დამშვიდობების დროს დგება ხოლმე ხანდახან დროებით. მე დაგემშვიდობები, თქვენ დაემშვიდობეთ, მაგრამ დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ესე ვერ გაგიშვებთ. სანდროს აქ შენთვის სიურპრიზი ხო? რაო? ხო. თელი გადაცემა ესე იდო შენ გეკუთვნეს ამ წუთიდან. რას ლაპარაკო? კი, ეს არის 70-იანი წლების 75 ნომერი. თვითონ კალამი სრულიად უხმარი არის და იდეალურ მდგომარეობაში არის. და კონვერტერს წეღარო გავსჭე ცოტა ის ქონდა მელანი, მაგრამ ეგ არა უშავს. უარკატა იდეა. არა, მართლა. კი ბატონო. აუ, მადლობა. ნაი, შემოგევლიშინა. ძალიან დიდი მადლობა. 70-იანი წლები. კი ბატონო. ეს რაზე ჩავიცვა ახლა ესა. რაღაცაზე უნდა ჩავიცვა. აუ, ძალიან დიდი მადლობა. რა მაგარია ჯუქარი გავირტყი ხალხო. კი. დაახლოებით 55-60 წლის ფარგლებში იქნება. კი ბატონო. ჩემზე დიდია, ხო? ნუ, ან ჩემ ხელა მაინც. ხო. და რო ეხლა ნუ შევამოწმოთ 73-იანი რო იყოს ესე და ზუსტად ტოლები რო იყოს. მაგრამ გაასწორებს. აუ, ძალიან დიდი მადლობა ხალხო. მადლობა შენ. სანდროს მადლობა პირველ რიგში და მადლობა რომ აქ გადაწყვიტეთ რომ აკეთოთ ეს ყველაფერი. მადლობა რომ პირიქით გვესტუმრე და მასპინძლობდა. ველაპარაკე და გაგვიზიარე და ასე შემდეგ. მომავალ პოდკასტამდე, მომავალი პოდკასტის ანონსსაც გავაკეთებ და სანამ დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ პოდკასტს წარმოგიდგენთ მაღაზია Engravery და ბლოკნოტების ბრენდი Manuscript-ი. ჩვენ ვიმყოფებით კაფე სამკაულში. პირველი ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ბლოკნოტებს. კი ბატონო, ჩვენ ვიმყოფებით კაფე სამკაულში. ჩვენი სტუმარ მასპინძელი მოდულტა. სტუმარ მასპინძელი კარგია ხო? შეგახსენებთ ასევე რომ უნდა გამოიწეროთ არხი და დაგვილაიქოთ და ჩვენც გაგვახაროთ და მოგცეთ სტიმული რომ თლატყვილ არ ვლაპარაკობთ და გაინტერესებთ და თქვენც თუ გაინტერესებთ არ გამოგრჩეთ ჩვენი ეპიზოდები. შემდეგ ეპიზოდში უკვე მოგიყვებით ძალიან საკულტო კალამზე. ეს არის ავრორა და დროებით გემშვიდობებით. მალე დაგიბრუნდებით.